ამ ტოტალურად უსამართლო დროში არა მარტო ჩვენ ქვეყანაში იმდენად მინდა ჭეშმარიტ სამართლიანობას მოვესწრო, რომ მზად ვარ ასკეზა დავდო, აღარასდროს გავეკარო მუსიკას, რომლის გარეშეც საკუთარი თავი მართლა ვერ წარმომიდგენია და ვერადა არ წარმომიდგენია. ამას წერს ადამიანი და შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერს პასუხობს ერთი კომენტარი, რომელიც ამოვწერე მე თქვენთვის და მინდა განახოთ ეს კომენტარი. მაშინ სამართლიანობა ყვაოდა, ხო? ნატო მეტონიძეს და ლიზას რომ არ ამღერებდით და შენ თვითონ თქვი, რომ ვერ ვიტყოდი მეშინოდაო. ხო და ამ სიტყვებზე რა სიტყვი ახლა? აი პირდაპირ მაყურებელმაც და რა თქმა უნდა მსმენელმაც გასცა პასუხი იმას რა შეკითხვაც არსებობს მის მიმართ. მაშინ გეშინოდა და ეხლა აღარ გეშინია ნიკა და ამიტომაც აკეთებ ამ განცხადებებს, რასაც აკეთებ, ხო? ესე იგი თუ არ გეშინია, ესე იგი უკვე კაია. უკვე გაცილებით წინა ხარ, რომ დღეს არ გეშინია და მაშინ გეშინოდა. რომ ლიზას და ნატოს გულისთვის ერთი სიტყვაც არ შეაწია მაშინდელ ხელისუფლებას, რომ კონცერტებში ემღერათ. და იმასთან დაკავშირებით, რომ შენ მუსიკას აღარ დაუკრავ, ხო ეს ეს გვავალდებულებს ჩვენ და რაღაცნაირად იმას ხსნი, რომ დაუშვათ ჩვენ ვალში ვართ შენი დაკრული მუსიკის მიმართ თუ რა არის ეს შეიძლება ბევრ ადამიანსაც ბევრ ნიჭიერ კომპოზიტორს თუ სხვა რეჟისორს არ სიამოვნებდა კონკრეტულ ეპოქაში ცხოვრება მაგრამ მუსიკას მაინც ქმნიდნენ იქ ხდებოდა მუსიკა და თავის საქმეს მაინც ღირსეულად აკეთებდნენ რა ეგ არის ჩვენში განსხვავება ზუსტად რა რომ ჩვენ პოლიტიკა არჩიე ესე ვთქვათ და პოლიტიკური განცხადებების კეთება არჩიე თან ტყუილი განცხადებების კეთება არჩია ამ ყველაფერს და ძალიან წყინს ეს ამბავი რა თორე ვალი არავის არ აქვს შენი არავის არ აქვს და არასოდეს არავის არ ექნება შენთვის ერთხელაც ერთ ადამიანსაც კი შეურაცხყოფა არასდროს მოუყენებია ხო არც იმ ხელისუფლების და არც ამ ხელისუფლების პირობებში მაგრამ შენ თვითონ აკეთებ იმ განცხადებას, რომ რაღაცნაირად ხალხი მოიძულო, იმიტომ რომ შენი წარსული ყველამ ძალიან კარგად იცის, უბრალოდ ხმას არ იღებენ. არ უნდათ რომ რაღაცნაირად უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენონ, მაგრამ შენ თვითონ გაქვს ნათქვამი, ხო, ეს სიტყვები ყველაფერი, რომ მეშინოდა და ამიტომ ხმას არ ვიღებდიო. ხო და რო არ გეშინია, ესე იგი უკვე ძალიან კარგია. ნუ გაბრაზდები ამ ყველაფერზე, მაგრამ რაც სიმართლეა, ის უარ თქვა, არაფერთ შემილია.